მამუკა მდინარაძის ბრიფინგი ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. დღევანდელ უმრავლესობის ხდომაზე ბუნებრივია მიმდინარე პოლიტიკური საკითხების განვიხილეთ, მაგრამ მე შემიძლია მიმდინარე კვირის დღის წესრიგი გაგაცნოთ საკმაოდ საინტერესო და აქტუალური საკითხებით. მთავარი თემა ერთ-ერთი პირველი ეს იყო ფარას კანონის გადმოქართულება და ვარქვათ ასე, იმიტომ რომ ჩვენ დავაანონსეთ და დღეს უკვე სიტყვა ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში საქმე ვაქციეთ. დღევანდელ კომიტეტის ხდომას ალბათ ქართული საზოგადოების ნაწილი ადევნებდა თვალს, რა დროსაც იურიდიულ კომიტეტზე მოხდა პირველი მოსმენის ფარგლებში, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, ამერიკული კანონის ქართულ კანონმდებლობასთან შესაძყვისობაში მოყვანა. ანუ ეს რას გულისხმობს? საზოგადოებას უნდა განუმარტოთ, რომ არც ერთი დამატებითი პუნქტი, სიტყვა, ფრაზა ამერიკულ კანონში ჩამატებული არ იქნა და არ იქნება, ის იქნება სამი მოსმენის ფარგლებში, ბოლომდე ასე მივალთ, მხოლოდ და მხოლოდ იქნება მორგება ქართულ ენაზე და საკანონმდებლო სივრცეზე. იმ დათქმებით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინმე რომ ამაზე სპეკულაცია არ გაბედოს და არ შეძლოს, რომ არც ერთი დამატება არც ერთი სიტყვის სახით ამ კანონში არ იქნება და ეს იქნება ერთი ამერიკული კანონი, განსხვავება იქნება სიდიდეში, იქნება უფრო მცირე ნაწილი, ვიდრე მთლიანად ამერიკულია და სრულება თუ შეეხება მაგალითად ისე საკითხებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად საქართველოს ჩაწერა და ასე შემდეგ. მაგალითად იუსტიციის დეპარტამენტის ნაცვლად, რომელიც ცალკე საქართველოში არ არსებობს, იქნება ანტიკორუფციული ბიურო, იმიტომ რომ ეს უფლებამოსილება რაც აქვს იუსტიციის დეპარტამენტს, საქართველოში აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს და ამ სახით მორგება ქართულ რეალობაზე. სხვა არანაირი არც ეს არ არის ცვლილება, მაგრამ სხვა არანაირი ჩანაცვლება სიტყვებისა კანონმდებლობაში არ იქნება. შემდეგი საკითხი არის, რომელიც განვიხილეთ დღეს და უმრავლესობის ხარდაჭერა იქნება, ბუნებრივია ეს აქამდეც ასეც უნდა ყოფილიყო, ცოტა დაგვიანებული შეიძლება იყოს, სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა 2007 წელს ნაცმოძრაობამ ეს მუხლი ამოიღო საერთოდ სისხლის სამართლის კოდექსიდან, ამას აქვს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ საყოველთაო მხარდაჭერაც. შემდეგი ეს არის მედიის სტანდარტებთან დაკავშირებული. ესეც არის ძალიან აქტუალური და საინტერესო საკითხი დამეთანხმებით. თქვენს მიერ, ბატონო ჟურნალისტებო და მიმართავ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ვინც აპროტესტებს და ამ გაპროტესტებაში манипуляციურ თუ სპეკულაციურ შინაარსს დებს. არც ერთი ფრაზა ამ შემთხვევაშიც არ იქნება დამატებული არსებულ ნორმებზე. არც ერთი ფრაზა. საუბარია იმ ნორმებზე, რომელიც აღიარებული, მიღებული, დაკანონებული იქნა საქართველოში, ოღონდ ეს ეხებოდა თვითრეგულაციის საკითხებს. ანუ მასზე პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდათ თავად მედია ორგანიზაციებს. განსხვავება იქნება მხოლოდ ერთი. ის, რომ როდესაც მოქალაქეს ან ნებისმიერ სუბიექტს, მოქალაქეს რა თქმა უნდა ეს პოლიტიკოსი იქნება თუ არაპოლიტიკოსი, ჩვეულებრივი საჯარო თუ არასაჯარო პირი, მოუნდება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმა, fake კამპანია თუ ცრუ ინფორმაცია გაასაჩივროს, მას ექნება საშუალება არა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გააკეთოს ეს. ანუ თქვენ თუ მიგაჩნიათ რომ რომელიმე ტელემედიამ დაუშვათ თქვენს მიმართ გაავრცელა fake თქვენ გექნებათ არჩევანის საშუალება. მაგალითად, თუ TV პირველი გაავრცელებს fake-ს თქვენს წინააღმდეგ, თქვენ თუ ენდობით მაინც TV პირველს შეგიძლიათ TV პირველშივე გაასაჩივროთ, როგორც აქამდე იყო და შედეგები გვახსოვს, რომ იყო თუ არ იყო. მაგრამ თუ თქვენ ენდობით სახელმწიფოს, ენდობით კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ახლა უკვე როცა ჩვენ სამიმოსმენით მივიღებთ ამ კანონს, კანონი მოგცემთ საშუალებას გაასაჩივროთ ამ ორგანოში. სხვა ცვლილება აქ არ იქნება. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ თვითრეგულირებიდან გადმოდის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითრეგულირებას ვაქრობთ. თვითრეგულირება რჩება
მოქალაქეს შეიძლება თვითრეგულირების ორგანოში გაასაჩივროს მის მიმართ განხორციელებული ქმედება მედიისა, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც. შემდეგი საკითხი. იკრძალება უცხოური წყაროდან სარგებლის მიღება საჯარო სამსახურში და თქვენ იცით რომ ეს ერთგვარი ხშირ შემთხვევაში ერთგვარი მექანიზმი იყო თავის დროზე ფსევდოლიბერალური მიდგომების რეალიზებისა და ამას იყენებდნენ სხვა დატვირთვით. ჩვენ ხო გვაჩვევდნენ რომ მეგობრული და პატიოსანი ფულები, თანხები, სახსრები იყო რაღაცებისთვის გამოყოფილი. რისთვის იყო გამოყოფილი? ყველამ კარგად ვნახეთ, მაგალითად ათეულობით მილიონი დაიხარჯა ამ ქვეყანაში იმისათვის, არა ამეგიდით მხოლოდ რა თქმა უნდა, მაგრამ ათეულობით მილიონი დაიხარჯა იმისათვის, რომ ვიღაცებს თავის დროზე ეძახათ არარუსულ კანონს. ახლა ჩვენ თავად ვეუბნებით, რომ გაცილებით მკაცრი კანონი დავაინიცირეთ, აგერ პირველი მოსმენით ხვალ მივიღებთ, კაცი-შვილი ხმას არ იღებს, იმიტომ რომ ეს იყო დაფინანსებული კამპანია, რომელიც იყო დიდი ფეიკი. და ამ მიმართულებაზე ჩვენ ვმუშაობთ და მათ შორის თუ კი სარგებელი საჯარო სამსახურში უნდა ყოფილიყო ამ გზით ეს იკრძალება და თუ შრომის ანაზღაურებაზეა საუბარი, ამას სახელმწიფო აიღებს თავის თავზე და არა თქვათ რაღაც გვერდითი შემოსავლის წყაროებზე უნდა იყოს საბოლოო ჯამში საუბარი, იმიტომ რომ ეს ხშირ შემთხვევაში ცოტა მავნე პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. ასევე საუბარი ჰქონდა დღეს უმრავლესობის ხმაზე სიპების ხელმძღვანელისა და მოადგილის დანიშვნა გათავისუფლებაზე, სადაც მინისტრის დისკრეციაზეა საუბარი და უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს. იქ იყო თეატრების საკითხიც განხილული, მათ შორის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და რატომღაც თეატრის ხელმძღვანელებმა, სამხატვრო ხელმძღვანელებმა, დირექტორებმა არასწორად მიიღეს თუ გაიგეს ინფორმაცია, მე პირობას ვაძლევ ნებისმიერ მათგანს, რომ არათუ ვინმეს უფლებამოსილებას ჩარევა, მსჯელობის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ყველა მათგანს ფუნქციონალი გაუძლიერდება, ასე ვთქვათ. ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ხელმძღვანელები და მათ აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც და არავინ აპირებს სამხატვრო ხელმძღვანელების როლის დაკნინებას. ჩვენ wordings ეგრეთ წოდებულს, ანუ იმ ფორმით მივიღებთ საბოლოო რედაქციას, ახლაც მიდის სხვათა შორის მსჯელობა და საბოლოო ვარიანტზე ამ წუთებშიც ჩამოყალიბებული არ ვართ. ეს არ არის მარტივი საკითხი, ისე დაიწეროს კანონი, რომ არათუ ფუნქცია და უფლებამოსილების ფარგლები შეეზღუდოს ვინმეს, არამედ მყარი გარანტიები გაჩნდეს პირიქით ამ მიმართულებით და ამიტომ ის რაღაცა ხმები მასთან დაკავშირებით და სხვათა შორის პირადად ჩვენც გველაპარაკებიან ამ თემებზე, რომ ვიღაცას ეზღუდება უფლებამოსილება და ვიღაცის კომპეტენციების დავიწროება მიდის არის არასწორი, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით და მათ შორის მათი ჩართულობაც იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, ვისაც ეს საკითხი უშუალოდ შეეხება. ტერმინი გენდერი, შემდეგი საკითხი. ტერმინი გენდერი ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ამ საკითხში ქნებავთ დავარქვათ და დაგვაბრალეთ ვბაზავთ, ქნებავთ ამ შეხედულებას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ვიზიარებთ. ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან, საკანონმდებლო აქტებიდან ასეთი ტერმინი საერთოდ გაქრება და დღეს ვათაშორის ძალიან სერიოზული, ძალიან კარგი მოსაწონი ინიციატივა იყო, როდესაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზეა საუბარი, შეიძლება სქესთა შორის თანასწორობა და სხვა მსგავსი ტერმინები, რომელიც უფრო მოკლე, ლაკონური, პრაქტიკაში ადვილად გამოყენებადი იქნება, შეიძლება ამაზეც ვიმსჯელოთ და შემდეგი საკითხი ეს არის NGO-ების გადაწყვეტილებებში NGO-ების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმება. ბევრი ამას თარგმნის ისე, თითქოს NGO-ები აღარ მიიღებენ და არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ მიიღებენ საერთოდ არც ერთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. არა, ეს ასე არ არის, მე შემიძლია ვთქვა, აქაც მთელი პასუხისმგებლობით, რომ სავალდებულობა ამოვა საკანონმდებლო აქტებიდან. ანუ, თუ მაგალითად, პირობითად, საქართველოს პარლამენტს აქამდე ევალებოდა, რომ რომელიმე სახის გადაწყვეტილებაში აუცილებლად უალტერნატივოდ ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს იქნება არა მისი ვალდებულება, დღეს ამას ეკით, უფრო სწორად კანონის მიღების შემდეგი დღიდან ეს არ იქნება ვალდებულება, ეს იქნება
უფლება მოსილება საქართველოს პარლამენტს ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს შეეძლებათ განსაზღვრონ მიიღოს თუ არა ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მისმა რომელიმე წარმოადგენლებმა და ესე თავის დროზე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით და ამ შეხედულებებით ჩასმული დამატებული ცვლილებები იმასთან დაკავშირებით რომ აუცილებელია რომ NGO სექტორის წარმომადგენლებმა მიიღოს მონაწილეობა ეს ასე აღარ იქნება და ამ ეგიდით ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ და ასეც ვაპირებთ გავაგრძელოთ რომ სავალდებულობა არ ექნება ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სხვადასხვა დაწესებულებას საიმისოდ რომ NGO სექტორის წარმომადგენლები ჩართონ გადაწყვეტილებებში მაგრამ ეს იქნება მათი უფლებამოსილება ეს იყო ის საკითხები რომელზეც დღეს ვიმსჯერეთ ასევე მიმდინარე პოლიტიკურ ძალიან საინტერესო საკითხებზე მე მგონია რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება ეხა ამ მთავარი მოვლენების კენარის მიპყრობილი რაც ადასტურებს რომელი მთავარი მოვლენებიც ადასტურებს იმას რამდენად მართლები ვიყავით ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე და მე მგონი ზედმეტი მტკიცება ამას აღარ ჭირდება და ახლა მთავარია ადამიანებმა რომლებიც საპირისპირო პოზიციას აფიქსირებდნენ ნავსი გატეხონ და თქვან რომ თურმე ვცდებოდით მე გულწრფელ ადამიანებზე ვსაუბრობ თორემ აგენტურა ამას არასდროს არ აღიარებს იმიტომ რომ ისინი არ ცდებოდნენ მათ შეიძლება თქვენზე კარგად იცოდნენ რაში იყო სინამდვილეში საქმე ადამიანები რომლებიც მათ გულწრფელად უჯერებდნენ მიყვებოდნენ და მიხვდნენ რომ დღეს ისინი საშინლად მოტყუებულები დარჩნენ მიმდინარე მოვლენების ფონზე შეუძლიათ თქვან რომ ჩვენ მოგვატყუეს და ეს არ არის სირცხული ჩემი აზრით ნებისმიერ ამორჩეულს შეუძლია რაღაც მოვლენების შემხედარეს აღიაროს რომ მისი არჩევანი იყო არასწორი არჩევანი რომელთაც ისინი გულწრფელად სამშობლოს მოყვარული ადამიანები არიან მე დარწმუნებული ვარ რომლებიც ხარს უჭერდნენ ოპოზიციის იმ წარმოადგენლებს რომლებიც სინამდვილეში deep state-ისა და გლობალური ომის პარტიის დავალებებს ასრულებდნენ ასეთმა ადამიანებმა ბევრი უნდა იფიქრონ იმაზე რა მოხდა როგორ მოხდა გადააფასონ მოვლენები და ახლა მაინც ჩავხედოთ ყველამ ერთად სიმართლის თვალებში რომ დღეს ცოტა სხვანაირად შემოტრიალდა მთელი მსოფლიოს პოლიტიკა ხედვა და სამწუხაროა ის რომ deep state-ის აგენტურა მათ შორის ბევრია ჩარჩენილი ევრობიუროკრატიაში თუმცა იმეც ვიტოვებთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს deep state-ის დამარცხებას ეს იყო მისი მთავარი დაპირება ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანასაც ამ გადარჩენის ბეწვის ხიდზე გავლაც გაუადვილდება ერთიათად და ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარებაც ასე რთული არ იქნება როგორც ეს წინა პერიოდში რაღაცების თანხლების ფონზე იყო. ახლა თქვენს კითხვას ველოდები. მოგესალმებით, მარიამ ბუღაძე, ტელეკომპანია იმედი, ორი კითხვა მექნება თქვენთან. დღეს ვნახეთ ბალტიის ქვეყნების მხრიდან სანქციების მორიგი სერია. რას ნიშნავს ეს სანქციები თქვენთვის? რა განაცხადია მათი მხრიდან და როგორ აფასებთ ამას? ეს სანქციები ჩვენს ნიშნავს არაფერს. საერთოდ არაფერს ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინათ პირადად მე თქვი და ჩვენ ვაცხადებთ სულ რომ ახლა ევრობიუროკრატიიდან სადაც deep state-ის გავლენები არის ჩარჩენილი,ძლავრად სამწუხაროდ ჯერჯერობით, იქნება ზეწოლა. უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმებით შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს აღარ ნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე. ევროპელებმაც, ამერიკელებმაც, ქართველებმა მით უმეტეს, ყველამ ერთად დავინახეთ, სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობ და უნდა შეხედოს დღეს ამ სიმართლეს საით არის და ეს სანქციები რას ემსახურება. ასეთი სანქციები მანამ ვიდრე ეს სიმართლე ასე ბოლომდე ხელისგულზე გამოვიდოდა, მაშინ არ იყო საქართველოს საშიში, იმიტომ რომ საქართველოს ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა. დამოუკიდებლობის ხარისხს აუნჯობესებდა და ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს მით უმეტეს აქ არანაირი პრობლემა არ არის. და კითხავთ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ვხედავთ ოპოზიციის მიერ შეცვლილ რიტორიკას, დღეს უკვე ამტკიცებენ, რომ სანქციებს არ ითხოვდნენ. რატომ შეიცვალეს ახლა პოზიცია და რატომ უარყოფენ იმას, რასაც თავის დროზე ამბობდნენ? თქვენ მეკითხებით მატყუარებმა და აგენტებმა, რატომ შეიცვალეს პოზიცია? რთული კითხვაა, მაგრამ ამ რთულ კითხვაზეც შეგვიძლია პასუხი გავცეთ, რომ დიახ, მატყუარობა და აგენტობა ამისი პასუხი თუმცა რთულია იმდენად რამდენადაც მათ მაგივრად მე კითხვებზე ვერ გავცემ პასუხს ერთადერთი შეფასება მინდა მათი ქმედების გავაკეთო რიტორიკული კითხვით დავიწყო
ხომ არ დაუგმიათ უკვე ზელენსკის ის პოზიცია დავარქვათ ის ამორალური პოზიცია რასაც თავად მან საპირისპირო მიმართულებით ამორალური უწოდა მან ელჩი გაიწვია თავის დროს ელჩი გაიწვია გახსოვთ ალბათ ყველას საქართველოსთან იმისთვის რომ ჩვენ თურმე მოხალისები არ გავაგზავნეთ და ამორალური პოზიცია დავაფიქსირეთ თურმე სანქციების არ დაწესებით რომელი იყო მორალური საქართველოსთვის რომელი იყო საქართველოს მომგებიანი ეროვნული დღეს გეკითხებით კიდევ ერთხელ რომელი იყო მორალური რომელი იყო სწორი საკუთარი შვილები ასეულობით 1000 ადამიანი საკუთარი მოსახლეობა საკუთარი სამშობლო რო გადავარჩინეთ ეს იყო ამორალური ომში რო შევარდნილიყავით დავხოცილიყავით და მე კიდევ ვინმე ზემოდან საყვედური ერქვა ეს იქნებოდა მორალური თუ ის არის მორალური რომ საკუთარ ქვეყანაზე საკუთარ ხალხზე შვილებზე მომავალ თაობაზე ვიზრუნეთ ეს არის ამორალური დღევანდელი გადასახედიდან მაინც რომელიმე გაბედავს იმის თქმას რომ ამორალური მაშინ ის პოზიცია იყო რის გამოც ზელენსკი საქართველოსთან ელჩი გაიწვია არ გახსოვთ ადამიანები 10-ობით 100-ობით და 1000-ობით რომ წერდნენ ქართველობის მრცხვენიაო ანუ ჩვენ ქვეყანას ვინ არჩუნებდით სხვებს შეწირვას არ ვაკეთებდით საკუთარი მოქალაქეების სახით საკუთარი სამშობლოს სახით და ამის რცხვენოდათ დღეს არ არიან ეს ადამიანები აბა რომელს რცხვენია მაშინდელი იგივე პოზიციის ერთმა კაცმა ამოიღოს დღეს ხმა და თქვას კიდევ ვის რცხვენია ქართველობის იმის გამო რომ ზელენსკიმ ელჩი გაიწვია და პოზიციას მიაყოლოს იქვე და თქვას რომ საქართველოს მოხალისეები არ გაუშვა და სანქციები არ დაუწესა ქართველობის მრცხვენიაო აბა ერთი ადამიანი გამოვიდეს და თქვას რატო შეიცვალა რამე არაფერი ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება რომელმაც გაბედა და თქვა სიმართლე ეს შეიცვალა ეს სიმართლე იყო მაშინაც და ახლაც უბრალოდ მაშინ მარტო ჩვენ ვამბობდით და ახლა სხვებმა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი ეს არის მხოლოდ განსხვავება დიახ გამარჯობა თამთაჩიტიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2 თქვენ ახსენეთ წეგან თუმცა კიდევ ერთხელ რომ მკითხოთ და რომ განმარტოთ საზოგადოებისთვის მედიასთან დაკავშირებით ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კრძალავს თუ არა მოქმედ ნორმას რომელზეც თქვენ ამბობთ რომ გარკვეულწილად არ მუშაობს მაგალითად თუ დარჩება თვით რეგულირების საბჭოები უშუალოდ კონკრეტულ მედიებში აი მაგალითად თქვენ გაგივრცელოთ სრულ ინფორმაცია თქვენი შეფასებით დაუშვათ სრულ იყო თუ არა დავანებოთ თავი გაგივრცელოთ რომელიღაცა ტელემედიამ სრულ ინფორმაცია თქვენი შეფასებით თქვენ შეგიძლიათ თვით რეგულირების ორგანოში რომელიც არ გაუქმდებათ რომ სხვანაირად ხო არ შეგეძლებათ თვით რეგულირების ორგანოში უჩივლოთ იმ ჟურნალისტს პროდიუსერს თუ ტელეკომპანიას რომელმაც ეს გააკეთა თუ მიიჩნევთ სხვანაირად სწორად და მიგაჩნიათ რომ ამას უკეთესად გადაწყვეტს კომუნიკაციების მარეგულირებული ეროვნული კომისია, მაშინ შეგიძლიათ უჩივლოთ ამ კომისიაში. თქვენი გადასაწყვეტი იქნება. განსხვავება მხოლოდ ეს იქნება. აქამდე მხოლოდ იყავით შეზღუდული, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ სპეციალ ტევ პირველ შემთხვევით კი არ ვახსენებ. ყველაზე მარტივარა ტელევიზია ერთ-ერთს ვახსენებ. ტევ პირველის ნამოქმედარზე თუ გინდათ საჩივრი შეტანა, უნდა შეგეტანათ მათივე რეგულირებაში. და რა გადაწყვეტილებას გამოიტანდნენ, ეხა ბუნებრივია, რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ არჩევანის საშუალება და იტყუება ყველა, ვინც საპირისპიროს ამბობს. ძალიან. ტელეკომპანია პოსტევი ანით ცხადაძე. ბატონ მამკო, ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის ბრიფინგებისგან განსხვავებით, თქვენ ბრიფინგებზე ოპოზიციური მედია არ ჩნდება და თქვენი აზრით რა არის მათი არ მოსვლის მიზეზი? ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მათზე გაცილებით სუბიექტურობის უფლება მაქვს მე და შეიძლება ეს იყოს მიზეზი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მათ კიდევ აქვთ რაღაცა შეიძლება ვალდებულება რომ დაინდონ ის ჟურნალისტები, რომლებიც აგერ უტიფრად იტყუებიან ხოლმე და მე არანაირი მსგავსი, ალბათ მე ვარ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე და არა საქართველოს ფრაქციის თავმჯდომარე დავუშვათ ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად ამისა შეიძლება ეს იყოს ფაქტორი, რომ თუ ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი გარდა იმისა, რომ ძალიან კულტურული ადამიანები არიან, ჩემზე ბევრად შემილახთ აგიას თუ ესე მიიჩნევს ვირმე, ეს ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა, მე მართლა სუბიექტური ვარ, მე ქართული ოცნების ფრაქციის და უმრავლესობის ლიდერი ვარ და მართლა არასდროს ვერიდები არ გადამილახავს რა თქმა უნდა, ეხლა წეღანდელი ხუმრობისგან განსხვავებით არასდროს რაღაც წითელი ხაზები, მაგრამ ყოველთვის ვარ მათ მიმართ
აბსოლუტურად ხის და ისე გავაგრძელებ სულ. რამდენჯერაც შემიძლია დავიკვეხნო, რამდენჯერაც პოლემიკაში შემოვიდნენ, იმდენჯერ ჩემს დისკუსზე დაასხეს წყალი. რამდენჯერაც ამ ოთახში მოხვდნენ, იმდენჯერ მათი მხილება იყო. ასე ხდება ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუშვილის შემთხვევაშიც, მაგრამ მე კიდე შორს მივდივარ ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ მართლა არ მევალება, რომ მათ რაღაც მოუთმინო ისეთი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც უფრო მაღალი ერთი მხრივ და ასე ვთქვათ, უფრო საერთო პოლიტიკური თანამდებობები, საერთო რანგის პოლიტიკურ ამაში გულისხმობ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს. თუ ამას გულისხმობ, თქვენ რა თქმა უნდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მე ეს გამოსვლია ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, არც ირაკლიზე და არც შალვაზე, არც პრემიერ-მინისტრზე და არც პარლამენტის თავმჯდომარეზე უკეთ ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ როდესმე ეს გამოსვლია, თუმცა შეიძლება სიხისტე ჩემი მხრიდან მეტი იყოს. შეიძლება ეს იყოს მიზეზი. იმიტომ რომ მართლაც რამდენიმე თვეა მაქსიმალურად მერიდებიან, სხვათა შორის ისე არ არის, რომ ყველა იმაზე დადიან პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერის ყველა კონფერენციაზე მაქსიმალურად ერიდებიან მათაც. ამაში ისინი თავს იზღვევენ, რომ ხილება არ მოხდეს მათი და მათი ხილება არის ყოველ ფეხის ნაბიჯი. ახლა განსაკუთრებით არის ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხს ვერ ცემენ. აი ხა აქ რომ იყვნენ და უსვოდე შეკითხვას. გმობ თუ არა ზელენსკის იმ ამორალურ პოზიციას, რომელიც იყო საფუძველი საქართველოსთან ელჩის გაწევის. და რა სიტყვია? სიუჟეტები აქვს თითოეულ მათგანს ნაკეთები 10-ობით და 100-ობით ამაზე. 10-ობით და 100-ობით. როგორ უნდა შეგრცხვენოდა ჩვენ ქართველებს? რა უნდა მითხრან? რა უნდა მითხრათ, რომ გმობო, არ უნდა შეუერთდნენ. შეერთებაც დაღუპვა ამათვის. ერთი ცნობილი ვიდეოსი არ იყოს არც იქით და არც აქეთ. იმერული იმით ოღონდ ინტერპრეტაციით. ამიტომ როგორც ჩანს ისინი გვერიდებიან და განსაკუთრებით სუბიექტურ ადამიანს განსაკუთრებით ერიდებიან. ამას მე თვითონ ვაღიარებ ჩემს სუბიექტურობას ამ ნაწილში. და მეც გითხავთ ვენეციის კომისიის დასკვნამ შევაფასოთ შეკრებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე საკმაოდ კრიტიკული დასკვნა იყო და ასევე თავისი რეკომენდაციებიც ახდა თან. ნუ ეს დასკვნა რომ შევაფასოთ. რომელი დასკვნა როდეში? შეკრებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე. საუბარი იყო რომ კანონპროექტი მიღებული იყო დაჩქარებული წესით და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშეო და ამიტომ ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობასო, ასევე საუბარი იყო რომ ეს სხვადასხვა შემზღუდველი ზომები არის საკმაოდ მკაცრი და არ ყოფილა ადეკვატურად დასაბუთებულიო. ასეთი სისულელე. შემდეგ ვინც არის ობიექტი ამ კრიტიკის არ უნდა დაწეროთ, თორე გამხელს ხერა როგორ. შეკრების და მანიფესტაციების კანონში ჩვენ ცვლილებები როდის შევიტანით, დაჩქარებული წესით როგორ შევიტანით, გახსოვთ, ხო? ხო გახსოვთ. ესე იგი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ გარეთ რომ იქნება ცეცხლი და სხვა საშუალება გამოყენებული ქვა იარაღის სხვა სახის პოლიციელების სახელმწიფოს წინააღმდეგ აქ თუ მოგიწია შენ ნორმების გამკაცრება იმისათვის რომ ეს აღკვეთო ეს დაჩქარებული წესით არ უნდა მიიღო უნდა დაგამხონ ჯერ და მე უნდა მიიღო და დაინტერესებული მხარე უნდა შემოიყვანო ის ხალხი ვინც ამას აკეთებს ვის წინააღმდეგაც ამ ნორმას იმუშავებ და უნდა კითხო ეს ასე გაწყობთ თუ არა ბატონო და მე უნდა მიიღო გადაწყვეტილება ამას მოგვიწოდებენ ანუ რომ არ გავეკრიტიკებინეთ ფაქტია რომ გარედან ის მომენტები უნდა შემოგვიყვანა უნდა გვეთქვა რომ ჩვენ ნენელა 3 ორკვირიან ფაზას გავაკეთებთ ესე იგი ამ კვირაში მივიღებთ პირველი მოსმენით 2 კვირის თავზე მეორეთი კიდე იქიდან 2 კვირის თავზე ანუ თვეზე მეტი მოუნდებოდით დაახლოებით 1 თვე და მეტი მოუნდებოდით ამის მიღებას და თან იმ მომენტებში შემოვიყვანეთ და ვეთქვით რომ აბა თქვენ როგორ გაწყობთ შემოგა ქალბატონებო და ბატონებო გითხარით ერთი ასე უკეთესად დაგვარბევთ ახლა ამას რომ მივიღებთ თუ ვერ დაგვარბევთ დაამხობთ ამ ხელისუფლებას თუ ვერ დაამხობთ და გაგვეთვალისწინებენ მათი აზრი ეს წერია მათ აი რომ გავითვალისწინებდით მე შეგვაქებდნენ ოღონდ საქართველოს ხელისუფლებაში აღარ ვიქნებოდით და ამ ქვეყანაში უკვე ომი იქნებოდა და მე შეგვაქებდნენ თუ არა ბევრი მიცვალებული როგორ ყოლებოდა სამწუხაროდ იმიტომ რომ ომში იქნებოდა უკვე ქვეყანა მეტი მიზანი საბოლოო მიზანი ყველას აქეთ მიდიოდა მე შექება იქნებოდა მეორე ხარისხოვანი მე ასეთ პირველ ხარისხოვანი ამაზე თქვენებათ ეხლა მიმსჯელოთ და ახლა გვაკრიტიკებენ იმიტომ რომ ასე არ მოვიქცეთ